ეჭვიანობა არის როგორც მარილი საკვებში. აი ზოგადად მძაგს და მაღიზიანებს ეს ტერმინი, რომ ჩემზე უკეთეს იმსახურებ. იწყებ კონტროლს, იწყებ შეზღუდვას, იწყებ შემოწმებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ უსაფუძვლო ეჭვიანობამ არაერთი ურთიერთობა დაანგრია. მოდი განვიხილოთ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება როგორ აღიქვამს ეჭვიანობას, რატო ეჭვიანობენ ადამიანები პარტნიორის წარსულ ურთიერთობებზე და რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლია იმისთვის, რომ ეჭვიანობის მომენტი მართვადი გახადო. ეჭვიანობა განვითარდა ოჯახური თანაცხოვრების დასაცავად ისეთი საფრთხისგან, რომელსაც პოტენციურად შეეძლო შეექმნა პრობლემები რეპროდუქციული წარმატებისთვის. მამაკაცში ევოლუციურად იმიტომ არის წამყვანი სექსუალურ ფონზე ეჭვიანობა, რომ მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო, ვინ არის ბიოლოგიური მამა, რადგან ეს იყო კრიტიკული გენების გადარჩენისთვის. ქალში წამყვანია ემოციურ ფონზე ეჭვიანობა, რაც ასევე მარტივად აიხსნება ევოლუციურად, რადგან ქალის ძირითადი მოთხოვნილება რა იყო? ეს იყო რესურსი და ეს იყო დაცულობის განცდა. და სწორედ ამ ორ ფაქტორს კარგავდა. დაცულობის განცდა და რესურსების არსებობა რისთვის იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი? სწორია, შთამომავლობის გადარჩენისთვის. ამას თანამედროვე კვლევებიც გვიჩვენებს, რომ კაცში დისტრესი უფრო მეტად იზრდება სექსუალური ღალატის გამო და არა ემოციურის, ხოლო ქალში პირიქით დისტრესი უფრო მეტად იცვლება, როდესაც გვაქვს ემოციური ღალატი და არა სექსუალური. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს არ აქვს ეჭვიანობა სექსუალურ ფონზე და კაცს არ აქვს ეჭვიანობა ემოციურ ფონზე. ეს უბრალოდ ძალიან ზოგადი სტატისტიკა არის და გვაძლევს აი ამ ევოლუციური პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი არის ალბათობა და არა დეტერმინირებული ხასიათის მქონე, რომ აი ესია და მორჩა. აქ უნდა გაითვალისწინო კულტურული ფაქტორი, აქ უნდა გაითვალისწინო გამოცდილება და ზოგჯერ რაღაც გარკვეული ინდივიდუალური მახასიათებლები. ასევე მთელი სპექტრი ტრავმების. მიჯაჭვულობის თეორიების მიხედვით, აქ მხოლოდ ემოციებზე და სექსზე არ ვსაუბრობთ, აქ მათ შორის უკვე შემოდის დაცულობა და უცველობის განცდა. და ვსაუბრობთ ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზე და იმაზე თუ რა მიმართულებით და როგორ ჩამოუყალიბდა ეს დაცულობის განცდა. მაგალითად, შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებში დაუცველობის განცდა ძალიან დიდია და ძალიან მაღალია და ინტენსიურია ეჭვიანობის მომენტი. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც ურთიერთობის დასაწყისშივე ეჭვიანობენ და ბოლოშიც ანალოგიურად მიყვებიან. ამრიდებლური ტიპის ადამიანებს, რომლებთანაც დაუცველობის განცდა ნაკლებად არის, ხო, არც შფოთვითან გვაქვს დაცულობა, არც ამრიდებლურთან რეალურად. ამრიდებლური მიჯაჭვულობის დროს ეჭვიანობის დონე საკმაოდ დაბალია, იმიტომ რომ ამ დროს ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს ადამიანს. შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში შედის, ის საკუთარ პიროვნულ საფუძველს აგებს მეორე ადამიანზე. ნახე როგორ რაღაცა ხდება, მე რო ეს კონკრეტული ავირჩიე, მე რეალურად საკუთარ თავში პიროვნული საყრდენი არ მაქვს და ყოველთვის ამას ვეძებ მეორე ადამიანში და როდესაც ვპოულობ თუ შფოთვითი მიჯაჭვულობა მაქვს, მაშინ როგორც ტკიპი ისე ვეწებები. ანუ რეალურად მას ვეღარ ვშორდები. ამრიდებლურის დროს კი ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვათა შორის ეს მომენტი, რომ ამრიდებლური ტიპები ურთიერთობის გარეშე ვერ ძლებენ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების ეშინიათ, სულ ურთიერთობაში არიან. და აქაც ეს მოცემულობა არის, რომ მათი პიროვნული საფუძველიც მუდამ ურთიერთობაზე და კონკრეტულ ადამიანზე არის აგებული, უბრალოდ მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, რაც გულისხმობს საზღვრების არ დაცდა, საზღვრების არ ქონას. მაგალითად, დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი ხშირად ახდენს საბოტაჟს, ანუ შესაძლოა ზოგადად არ ქონდეს ეჭვიანობის მომენტი, მაგრამ ისეთ მომენტში იეჭვიანოს, სადაც თვითონაც კი გაკვირვებული დარჩეს, რომ აი რატო გავაკეთე ახლა ეს. იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს რამდენადაც უნდათ შენთან ყოფნა, იმდენად აშინებთ სიახლოვე. თუ მათთან ზომიერ დისტანციას იჭერ, მაშინ ყველაფერი რიგზია. თუ ურთიერთობიდან წასვლას იწყებ, შეიძლება მოგეჭიდოს უცებ და არ გაგიშვას ურთიერთობიდან. მაგრამ როდესაც ცდილობ რომ დაუახლოვდე, მერე უკვე თვითონ უნდება წასვლა. სოციალური დასწავლის თეორია მაგალითად გეუბნება, რომ ეჭვიანობას აყალიბებს შენი გარემო, შენი კულტურული წარმოდგენა მონოგამიაზე და ერთგულებაზე. აი მაგალითად იმაზე, თუ როგორ რეაგირებს შენი გარემოცვა ეჭვიანობაზე. მაგალითად ძალიან ხშირი ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ დედა და მამა და ეს მამა ღალატობს დედას. ბავშვმა ამის შესახებ იცის, ბავშვი ამას ხედავს. და ბავშვი შემოდის კოგნიტური დისონანსი, იმიტომ რომ ერთის მხრივ მორალურად ღალატი არ არის გამართლებული, მაგრამ მეორეს მხრივ გრძნობს, რომ დედამაც იცის ამის შესახებ, თუმცა ურთიერთობიდან არ მიდის. ზრდასრულობაში ამ ბავშვს ექმნება ესეთი დილემა, რომ ერთის მხრივ უნდა ადამიანთან ყოფნა,
იცის, რომ ეს ადამიანი სხვა ადამიანებთანაც არის ურთიერთობაში პირობითად, მაგრამ ვერ აბიჯებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ მასში რაღაც დონეზე, აი სადღაც იქ ეს ნორმალიზებულია. ამ დროს რეალურად ადამიანს რაშიც აქვს პრობლემა, ეს არის რომ მისი ფასეულობა არ მოდის ერთობაში მის ნებისყოფასთან. და კიდე ბევრ სხვა ფაქტორთან, მაგრამ მისი ფასეულობა სხვაგან არის და რეალობა ცოტა სხვაგან არის და ნაცვლად იმისა, რომ მისი ფასეულობის შესაბამისი გარემო შეიქმნას, ფასეულობას დაბლაწევს და ცდილობს ადაპტირდეს არსებულ მოცემულობასთან, ხო? კოგნიტური თეორია მაგალითად გეუბნება, რომ ეჭვიანობა ის არის თუ როგორ ახდენ საფრთხის ინტერპრეტაციას. აი მაგალითად მეც და შენც შესაძლოა ერთდროულად მოგწეროს ყოფილმა, მაგრამ ჩვენი პასუხი განსხვავებული იქნება ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი მოლოდინებიდან და ჩვენი ფასეულობებიდან გამომდინარე. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, კულტურაც მუშაობს, აღზრდაც მუშაობს, განვითარებაც მუშაობს, მთელი რიგი ფაქტორები არის ჩართული, მათ შორის ევოლუციაც. თუ ძალიან ეჭვიანი ადამიანი ხარ, რისი გააზრება დაგეხმარება ეჭვიანობის დაძლევაში? გაიაზრე, რომ ეჭვიანობა არის როგორც მარილი საკვებში. ზომიერად გემრიელია, საკმარისია ზედმეტი მოგივიდეს, უკვე ყველაფერი მლაშდება და საჭმელიც გადასაყრელია. ანუ ვერ გამოასწორებ ხშირ შემთხვევაში. ეჭვიანობა მით უმეტეს თუ შფოთვითი ადამიანი ხარ და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გაქვს, შფოთვითი მიჯაჭვულობა გაქვს, ჩათვალე რომ კიბოსავით არის. ერთხელ თუ შემოვიდა შენს გონებაში, ფესვებს გაიდგავს და всё, დაიბუდებს საკმაოდ ისე სტაბილურად. ეჭვიანობის მართვა შენი პასუხისმგებლობა არის. ეს არის შენი ემოცია და შენ უნდა აიღო ამ ემოციის მართვაზე სადავეები ხელში. ეჭვიანობას აქვს შედარებითი ხასიათი. აი მაგალითად, შენს გოგოს ან შენს ბიჭს მიწერა 10-დან 2. გარეგნობით რა, აი 10-დან 2. შენ შეიძლება გაგეცინოს კიდევაც და იუმორშიც გადაიტანო და აყვე კიდევაც, რა, ნუ რა არის, ხო, რა ვიცი, არა უშავს. საკმარისია 10-დან 10 მიწეროს, რაც ეგრევე გირტყავს წერტილში, რომ ანუ საკმარისად კარგი არ ვარ. ანუ შეიძლება ეს ადამიანი მასთან წავიდეს. უნდა გაიაზრო, რომ ეჭვიანობა ეს არის შენი ხედვის კონკრეტული პერსპექტივა, რადგან იმის იქით ყველაფერი ალბათობაა. ან წავა მეორე ადამიანთან, ან არ წავა. ეს მის ცხოვრებაში გამოჩენილი ადამიანი ან შეუქმნის შენს ურთიერთობას საფრთხეს, ან არ შეუქმნის. ეხლა ერთ მნიშვნელოვან იდეას მოგაწვდი და ეს იდეა კარგად გადააფასე და კარგად გაიაზრე. როდესაც ეჭვიანობ და როდესაც ინტენსიური არის ეჭვიანობის განცდა, როგორ იქცევი? იწყებ კონტროლს, იწყებ შეზღუდვას, იწყებ შემოწმებას. ამ ყველაფრით მეორე ადამიანს ხუთავ. ამით შესაძლოა აგრძნობინო, რომ ის სხვა ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდა, საკმაოდ კარგი ვარიანტია განსახილველად. ამ ყველაფერმა და შენმა ქცევამ შესაძლოა შეცვალოს მისი დამოკიდებულება შენს მიმართ. შენმა პარტნიორმა არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი ხარ თუ გოგო ხარ, აი ბიჭის პერსპექტივიდან შევხედოთ, ხო? შენმა პარტნიორმა შესაძლოა ის სხვა მამაკაცი საერთოდაც არ განიხილოს როგორც კარგი ვარიანტი, მაგრამ იმით სანამ შენ არ დაიწყებ ამის განხილვას, ხვდები? იმით რომ შენ ეჭვიანობ და თან ძალიან ეჭვიანობ, ხო? წარმოაჩენ შენს თვით შეფასებას და რაც თავარია მეორე ადამიანს აფიქრებს შენს ფასეულობაზე, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი მის ცხოვრებაში. ან წარმოიდგინე რომ გოგოსთვის, რომლისთვისაც იდეალური ხარ, ეუბნები რომ იდეალური არ ხარ და თან მეტიც არაფერი ხარ. და ის ვიღაც სხვა მის ცხოვრებაში უფრო საინტერესო ტიპია ვიდრე შენ. იგივეა გოგოებისთვის, აი ზოგადად მძაგს და მაღიზიანებს ეს ტერმინი, რომ ჩემზე უკეთესი იმსახურებ, მე საკმარისად კარგი არ ვარ შენთვის, ანუ რას ქვია? შენ მეორე ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო ხარ, ანუ საუკეთესო უნდა იყო. ის დამოკიდებულება კი არ უნდა ქონდეს, რომ ხო, აი შენ ჩემზე უკეთესი იმსახურებ. არა, ჩემზე უკეთეს ვერ ნახავ. მე ვარ შენთვის საუკეთესო. სანამ ამ დამოკიდებულებით არ იქნები ურთიერთობაში, ძალიან გაგიჭირდება, იმიტომ რომ მუდამ შედარებითი დამოკიდებულება გექნება. არ აქვს მნიშვნელობა, არ გაქვს არაფერი, იმ მეორე ადამიანს აქვს ყველაფერი, მე რა, შენ მაინც საუკეთესო ვარიანტი ხარ, იმიტომ რომ ეს ადამიანი შენთან არის, ხო? და შენ როდესაც მეორე ადამიანს აფიქრებ მაგაზე, რომ მე რეალურად არაფერი მაქვს და იმას ყველაფერი აქვს, ხო? რა თქმა უნდა, ისიც გადააფასებს, ხო? მთელი ამ ხნის მანძილზე ვისთან ყოფილ ვარ. ამიტომ ეგ დამოკიდებულება და ეგ მენტალობა, რომ აი შენ ჩემზე უკეთესი იმსახურებ, წადი ვინმე უკეთესი ნახე. ანუ არა, ვერ ნახავ, არც უნდა ნახო, არც იქნება. სანამ აი იმას გონებაში არ ჩაიბეჭდავ, რომ მე ვარ საუკეთესო შენთვის და მორჩა, ხო? ეხლა ცოტა Wall Street-ის მგელივით გამომდის და რაღაცა мотиваციური კოუჩივით რა, მაგრამ ნუ ეგრეა.
ანუ სანამ საკუთარ გონებაში რაღაცა თავდაჯერების წერტილს არ დაიჭერდა, არ დასვა ესე ჭიკარტივით, რომ ეს არის და მორჩა. იქ მე რომ წავიდეს ეს ადამიანი, ხო, იმდენად მტკივნეული არ იქნება შენთვის, იმიტომ რომ შენი თავის ფასს აცნობიერებ. ნახე, შენ გჭირდება, რომ მართო ეჭვიანობა საკუთარ თავში. არაფერში გჭირდება, რომ იეჭვიანო რაღაც რენდომ მარტივ სიტუაციებზე. გამიხილოთ მაგალითი. აი შენი გოგო პირობითად თუ ბიჭი ხარ, წერს, რომ აი უნივერსიტეტის მერე კურსელები გავედით და დავსხედით კაფეში. პირველი რას იკითხავ? აი ძალიან ეჭვიანი ადამიანის პერსპექტივიდან გამიხილავ ახლა ამას. რამდენი ბიჭია ჯგუფში? აი დავუშვათ 4 ბიჭია და 2 გოგო და მესამე შენი შეყვარებული, ხო? უკვე არ ვარგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიჭია, ძალიან ცოტა გოგოა. უკვე აღარ მოგწონს. მერე მოდი შემდეგი კითხვა, რომ აი რას აკეთებ? რა ხდება, აბა? და მერე იწყებ რეკვას, რომ მან რა გინდა. მერე უკვე ბრაზი, მერე უკვე დუღილს იწყებ, მერე უკვე გინდა რომ გავარდე, გინდა ნახო, გინდა იქ დაადგე. მერე გინდა რომ ეჩხუბო მაგის გამო, რომ რას ქვია გახვედი და ამ დროს კაფეში შეიძლება თვეში ერთხელ გავიდნენ უბრალოდ. და მეორე პერსპექტივა განიხილე. აი გწერ შეყვარებული რომ წავედით კაფეში. თვითონვე გწერს რა, შენ ხარ ტიპი, რომელსაც საქმე აქვს, არ აინტერესებს, მუშაობს. გწერს რომ წავედი კაფეში, ხო? მოგივიდა SMS-ი. კი ბატონო. და პერიოდულად თვითონვე გიზიარებს რას აკეთებს, ხო? ეხლა რაღაცა იქ გავერთეთ, ეხლა მუსიკას უსმენთ, ეხლა არცალია, ცოტა ხანში მოგწერ, გამოდის და ეგრევე გწერს. ანუ სულ საქმის კურსში ყავხარ, ხო? უკვე ფასეულობა არის. უკვე უნდა გაიაზრო ამით შენი მნიშვნელოვნება. ნახე, თლად ახლა მესმის თქვენიც რომ ახლა თლად ესეც ხო ვერ შეხედავ არას, ბევრი ადამიანია, ვინც იტყუება, ვინც ღალატობს, ვინც манипуლირებს და აქ უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ თუ ახლა ამით იცხოვრე მთელი ცხოვრება, რომ ხო აი შეიძლება მიღალატოს, შეიძლება რაღაც. კი, ბევრი რაღაც ისევ და ისევ მივდივართ ალბათობამდე, ხო? და შენი მიზანია რომ საკუთარ თავში იყო გარკვეული ადამიანი, გქონდეს თვითშეფასება, გქონდეს რაღაცა ცხოვრების მიზანი, იცოდეს საით მიდიხარ, რომ ურთიერთობა არ გიცვლიდეს მთელი შენი დღის, თვის და წლის განწყობას. ნახე, როდესაც ადამიანი თავად გიზიარებს რაღაცეებს, შეეცადე რომ დააფასო, იმიტომ რომ უკვე ფასეული ხარ, უკვე გააქვს რაღაცა სტატუსი და პირიქით ეს სტატუსი უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შეეცდები ადამიანის შეზღუდვას, მით უფრო მეტად დაგიმალავს. რაც უფრო მეტად მისცემ ადამიანს თავისუფლებას, მით უფრო მეტად დაინახავ მის რეალურ სახეს. მიეცით ერთმანეთს თავისუფლება იმისთვის თუ გინდათ გაიგოთ რეალურად რა პიროვნებები ხართ, ესე ვთქვათ. ემოციურად არასტაბილური ადამიანი არ არის მიმზიდველი. ამით ამცირებ შენს მიმზიდველობას და ზრდი კონკურენტების მიმზიდველობის დონე. იგივე შევაბრუნოთ და გამიხილოთ საპირისპირო, აი გოგოს პერსპექტივიდან, ხო? ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი მომისმენია, რომ ემოციური ვარ და მეორე ადამიანმა უნდა ამიტანოს. ანუ არ უნდა აგიტანოს, არავინ არის ვალდებული, რომ შენი ემოციური განუვითარებლობა და არასტაბილურობა ურთიერთობაში აიტანოს. და რა ვიცი, შენი თერაპევტი, ან შენი მშობელი იყოს. აი, ბიჭი და გოგო არიან და ესაუბრები და ხო, აი, მე მიტანს. როგორ ამიტანა? ვაიმე, ხო, აი ვეჩხუბები ხოლმე და გამძლეა. როდემდე გაგიძლებს, მე წავა და სხვა ურთიერთობას მოძებნის, ხო? ისეთ ადამიანთან, რომელიც უფრო მშვიდი იქნება, რომელიც უფრო კარგ პირობებს შესთავაზებს. და არა ის, რომ მე ესეთი ვარ და მიმიღე, კარგად იყავი, ხო? და ეს ყველას პრობლემა არის, ანუ შენს ემოციებზე პასუხისგებლობა უნდა აიღო და უნდა განვითარდე ემოციურად ადამიანი, ხვდები? ის რომ ბავშვობა არ გქონდა, გავიგეთ, მაგრამ შეეცადე რომ სხვა მიმართულებით აღიდგინო ეგ ბავშვობა და არა რაღაც ისეთ კონკრეტულ სიტუაციებში, სადაც შენს თავსაც აზიანებ რეალურად მაგით და მეორე ადამიანსაც აზიანებ. ეს კარგად გაიაზრე. შენი რა ქვია, 12 და 13 წლის ემოციური ფონით აზიანებ საკუთარ თავს და აზიანებ მეორე ადამიანსაც. ის რაც ბავშვური სილაღე გგონია, რეალურად უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, რომ ჩაგეკითხო შენს ცხოვრებაში, ვიდრე რაღაცა პოზიტივი. ესეც გაქცევის მექანიზმია. ესეც არის მოთხოვნილება იმისა, რომ იყო დაცულად, მიიღო სითბო, მიიღო სიყვარული და აინაზღაურო ის დანაკლისი, რაც თავის დროზე განიცადე, მაგრამ ურთიერთობაში ამით არ უნდა შეხვიდე. კარგი ურთიერთობა გულისხმობს, როდესაც ერთი ადამიანის ორიენტირებული არის განვითარებაზე საკუთარი პირადი ცხოვრების და მეორე ადამიანიც პირველ რიგში ორიენტირებული არის საკუთარი პირადი ცხოვრების განვითარებაზე და არა იმაზე, რომ ეხლა ჩვენ ორი ტრაუმული ადამიანი შევალთ ურთიერთობაში და ურთიერთობა გადაგვარჩენს და მოგვაგვარებს. არა, არ მუშაობს ეგრე.
გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ საერთოდ ის არის, ხო, მაგრამ ძალიან ხშირად უშვებენ ამ შეცდომას. რეალურად რაც უნდა გააკეთო, ის არის, რომ გამოიყენე გარემოება. თუ გოგო ხარ სხვა გოგოების მაგალითზე, თუ ბიჭი ხარ სხვა ბიჭების მაგალითზე, უნდა იყო და უნდა წარმოაჩინო შენი თავი როგორც საუკეთესო ვარიანტი. მოდი მარტივად დავფიქრდეთ, ხო? ცოტა манипуляტორული ხედვიდან რომ გამოვიხილოთ. ქალებს რა მოცემულობა აქვთ, რომ ყველა კაცი ერთნაირია. კაცების სინსილა გაწყდა, მაგრამ შენთან ურთიერთობაშია და შენც კაცი ხარ. ხო და ეს მომენტი გამოიყენე, იმიტომ რომ ხო, აი ყველა კაცი ერთნაირია, კაცების სინსილა გაწყდა, მაგრამ ნუ მე განსხვავებული ვარ, ხო? მე სხვა ვარ ახლა. მე იგივე არა ვარ. და რეალურად ესეთი ქალი ურთიერთობაშიც მასე გიდგება. ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ ხო, აი კაცებს ვერ ვიტან, მაგრამ აი შენ, ხო? ნუ აი პარტნიორებს როცა ვუყურებ ხოლმე. როცა გაიაზრებ და როცა შეძლებ რომ ქალს მიაწოდო შენი თავი მის ცხოვრებაში როგორც საუკეთესო ვარიანტი, მიხვდები რომ იქ ზედმეტი манипуლირება და კონტროლი არაფერში გჭირდება, ყველაფერი ავტომატურად მოხდება. ეს არ ნიშნავს იმას რომ რამე უნდა დააიგნორო, ეს ნიშნავს იმას რომ სიტუაცია უნდა შეაფასო სწორედ. ეხლა ცოტა კოგნიტურ დისონანსს მე შეგიქმნით და ორმაგ იმას დაგიდებთ, რა ქვია, ორმაგი სტანდარტი იქნება ეხლა, მოემზადეთ. ბიჭის პერსპექტივიდან. ნახე, ცოტა ის ხო? შენ ხარ მეფე, რომელმაც უნდა შესთავაზოს მას დედოფლობა. და ამ დედოფლობას დამსახურება სჭირდება. ანუ ყველა ვერ მიიღებს ამას. და გოგოს პერსპექტივიდან შენ ხარ დედოფალი, რომელმაც უნდა შესთავაზოს მას პრინცობა. და ეს პრინცობაც, ანუ ყველას ხვედრი არ არის, ხო? თუ ბიჭი ხარ, მუდამ იქნებიან შენი გოგოს გარშემო მამაკაცები, რომლებსაც მისი, რა ვიცი, გაცნობა ენდომებათ, მისი წართმევა ენდომებათ, ხო? და თუ ამის შიში გაქვს და ამის მიუღებლობა გაქვს, მაშინ დაიჭირე ურთიერთობა გარეგნობით 10-დან 2-თან და დამიჯერე არანაირი პრობლემა არ გექნება. აი მიდი, აირჩიე ყველაზე შეუხედავი ადამიანი, მესმის რომ ეხლა უხეშად ჟღერ, მაგრამ შეგიძლიათ უხეშად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ შეგიძლიათ ორივე სქესის პერსპექტივიდან განიხილო. დაიჭირე ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც შეუხედავია. არანაირი პრობლემა არ გექნება. მაგრამ თუ გინდა ლამაზი ადამიანი, ლამაზი ადამიანის პრობლემაც და ლამაზი ადამიანების პრობლემა და ლამაზი გოგონების პრობლემა უფრო მეტად ხშირად სწორედ ეგ არის. ძალიან ხშირად ესეთი გოგონები ვარდებიან ტოქსიკურ ურთიერთობაში, იმით რომ ეჭვიანი პარტნიორი, ხო? და ბუნებრივია რომ ეჭვიანი იქნება ის ადამიანი, იმიტომ რომ ლამაზი ხარ, იმიტომ რომ შენზე მოთხოვნა არის და მთელი რიგი ფაქტორები. ის ლამაზი გოგო საბოლოოდ ვისთან არის? სწორია, შენთან. ყველას უნდა, ყველასთან შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ისევ და ისევ ვისთან? შენთან. რატომ არის შენთან? იმიტომ რომ კარგი ტიპი ხარ და იცი შენი თავის ფასი, ხო? შეიძლება არ იცოდე, შეიძლება არ იყო, მაგრამ ნუ ხო ხვდები რასაც გულისხმობ. მოდი ახლა ცოტა კლინიკური ფსიქოლოგიას შევთოთ. ეჭვიანობა შეიძლება იყოს ნორმალური და პათოლოგიური. პათოლოგიური ეჭვიანობა ხშირად იკვეთება ისეთ ფსიქიატრიულ დარღვევებთან, როგორიც არის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და ზოგადად შფოთვითი აშლილობების სპექტრს განეკუთვნება. მოდი ჯერ პრაქტიკული ნაწილი გავიხილოთ, კიდე დამატებით რისი გაკეთება შეგიძლია. თუმცა, სანამ გავაგრძელებთ, გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო. პირველი კაიხნის მერე პირველი ვიდეო არის, ესე ხანგრძლივი ჩაწერილი და ცოტა ბევრი შეცდომა შეიძლება გამეპაროს, ამიტომ დროთა განმავლობაში ამას გამოვასწორებ. და თუ კონსულტაციაზე გადაწყვეტ ჩაწერა, შეგიძლია მომწერო Instagram-ზე პირად შეტყობინებაში. პირველი ნაბიჯი ეს არის კოგნიტური გადაწყობა. როდესაც რაღაცა აზრი მოდის გონებაში, ეს ფაქტია თუ შიშია. შენი მიზანია რომ ეს კატასტროფიზაცია ჩაანაცვლო ნორმალური დაბალანსებული ფიქრებით. რომ სანამ მე ფაქტი არ მაქვს, არაფერი დადასტურებულა. ხშირად შესაძლოა იმით, რომ ოვერთინკერი ხარ და რაღაცეები, პირიქით ამით უბიძგო ადამიანს ღალატისკენ. ხო ვთქვით ეგ უკვე, რომ შენ შეიძლება იმით, რომ ინტენსიური ეჭვიანობა დაიწყო, ადამიანს უბიძგო იმისკენ, რომ სხვასთან წავიდეს. ეხლა შეიძლება მისმენდე და ამირა ნეტა ერთი მოგცლია რა, აი რას დემაგოგობ, ხო? მე რომ ამდენი არ მეშფოთა თავის დროზე და რო არ მეფიქრა, ვერ აღმოვაჩენდი იმას, რომ თურმე ადამიანი მღალატობს. პირველი რომ კი არის ეგეთი შემთხვევები, ვთქვით უკვე, რომ ძალიან ბევრი ცუდი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომელმაც შესაძლოა ისე გიღალატოს, რომ ვერც გაიგო. შეიძლება სამ ადამიანთან ისე ჰქონდეს ურთიერთობა, რომ გარტყმაშიც არ იყო ამის, ხო? მაგრამ
თითქმის ყოველთვის შესაძლებელია, რომ რაღაცა ნიშანი დაიჭირო ამის. შენ თუ საკმარისად დაკვირვებული ხარ და ხშირად ამაზეც იფიქრე, რომ შენ, როდესაც შფოთავ, იმაზე კი არ ფიქრობ, ახლანდელ მოცემულობაში რა ნიშნები მაძლევს ამის ფიქრის საბაბს და თუ მაგ ნიშნები, მაშინ როგორ შევამოწმო ეს ისე, რომ დროულად ამიდასტურდეს. არა. ფიქრობ, ზედაპირულად აფასებ, მერე იღებ შესაბამისად დამშვიდებას, რომ არა, ეს შენ გეჩვენება, ეს არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ. შენ სამით კმაყოფილდები, მერე ისევ და ვარდები ამ წრეში და რაღაც მომენტში სანამ მართლა ფაქტის წინაშე არ გადაიკვეთები, იქამდე არ გინდა რეალობას თვალში ჩახედო, იმიტომ რომ გეშინია რისი, იმის რომ თურმე ეს მართალია, ხო? თუ მართალია, რა თქმა უნდა. მეორე ეხება ექსპოზიციური თერაპიის მეთოდებს. ამ შემთხვევაში შენი მიზანია, რომ მოექცე ეჭვიანობის სტიმულის ზეგავლენის ქვეშ და ამის ზემოქმედების ქვეშ გადააფასო შენი ეჭვიანობის ფიქრები და შინაგანი განცდები. გაიაზრე ეჭვიანობის ფუნდამენტი და ერთ-ერთი ფუნდამენტი ეს არის დაკარგვის შიში, ღალატი, ხო? საბოლოოდ რა არის? ეს ადამიანი მიდის შენგან და ამ ადამიანმა დაგინგრია წარმოდგენები ნდობაზე. გამოხატე შენი მოთხოვნილებები ვალდებულების და დადანაშაულების გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრე მეორე ადამიანთან. იყავი გულწრფელი და ანალოგიურად მოითხოვე გულწრფელობა. შექმენი დაცული გარემო გულწრფელობისთვის. შენს გონებაში არსებობს ძალიან ბევრი შიშზე დაფუძნებული რწმენა და შენი მიზანია, რომ ეს რწმენები გადააფასო და გახადო რეალობაზე დაფუძნებული. მაგალითად, ის რომ ერთმა ადამიანმა გიღალატა არ ნიშნავს რომ ყველა გიღალატებს. ანუ ძალიან ხშირად ხდება ტრავმული გამოცდილების გენერალიზება, ხო? რომ აი ყველა კაცი ერთნაირია, ყველა კაცი მოღალატეა. რა ვიცი, თუ ქალმა კაცს უღალატა, ყველა ქალი ერთნაირია, თუ კაცმა ქალს უღალატა, ყველა კაცი ერთნაირია და ნუ დავხტივართ აქეთ-იქით. ეჭვიანობის გადაფასება ძალიან გავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს რაღაც გარკვეული აკვიატებული აზრების გადაფასებას, რა დროსაც შენი მიზანია, რომ კონკრეტული აზრი გააუფასურო მისი გადადებით. აი მაგალითად ვკითხულობ წიგნს და ამ წიგნის კითხვის პროცესში რაღაცა აზრი მომივიდა. უცებ გამეფანდა გონება და ამ აზრისკენ წავედი, მაგრამ წიგნს კი არ გადავდებ, ავიღებ, თავიდან დავიწყებ კითხვას, მაგრამ ნელა და შევეცდები, რომ პროცესში ჩავერთო. იმისთვის, რომ ეს აზრი გადავდო, ეხლა არ მაინტერესებს ეს აზრი. და მერე წიგნის კითხვას რო დავასრულებ, შეიძლება აღარც გამახსენდეს. იგივე არის შენთვისაც, რომ როდესაც ეჭვიანობის აზრი მოგდის, შეეცადე რომ გადადო, შეეცადე რომ რაღაცა სხვა საქმიანობით დაკავდეს, სხვა აზრი შემოიტანო და ეს ცოტა მაგრამ კიდევ ერთი მეთოდი გამიხილოთ და ნუ დანარჩენი ახლა უკვე კონსულტაციაზე ვისაუბროთ, ხო? თუ რაღაც მსგავსი გამოცდილება გააცნობიერე, ეჭვიანობის გამომწვევი ფიქრები, ამოწერე ისინი და ისევ გადააფასე. ანუ მექანიზმს დააკვირდი. აი რას ვაკეთებ, როდესაც ვეჭვიანობ? ვეკითხები მის წარსულ ურთიერთობებზე, ვამოწმებ მის Instagram-ის პროფილს, დაემატა თუ არ დაემატა ვინმე, ვამოწმებ ლაიქებს, ვამოწმებ კომენტარებს და შესაძლოა ბოლოს საერთოდ აბადროზე ტელეფონი მომეცი ერთი ჩავიხედო რა ხდება. მერე ვიწყებ კითხვების დასმას. ხო არ მღალატობ? ვინმე ხო არ გიყვარს? ვინმე სხვა ხო არ მოგეწონა? ისევ და ისევ. იწყება დახუთვა. პრაქტიკული სავარჯიშო რაში მდგომარეობს? შენი მიზანია, რომ ზუსტად ეს ფიქრები და ეს აზრები და ეს ქმედებები გაიაზრო და ერთი კვირის ვადით გადაავადო. შეიძლება თავიდან ერთი კვირა გაგიჭირდეს, მაგრამ მოდი ყოველ შემთხვევაში შეეცადე, რომ ერთი დღე გაატარო ისე, რომ მეორე ადამიანის პროფილი არ ჩასკროლო, არ ამოწმო, იქ ფოლოვერები, იქ რაღაცა ლაიქები და კომენტარები. და თუ სურვილი გიჩნდება, რომ დასტალკო და ეს სურვილი უკვე აი როგორ გითხრა, დაუძლეველი ხდება. შეეცადე, რომ რამე სხვა აქტივობა შემოიტანო შენს ცხოვრებაში. მეგობართან ისაუბრე, ვიღაცა ადამიანს გაუზიარე, სადმე ჯგუფში დაპოსტე, რა ვიცი, ანონიმურად, რაღაცა ქენი. არ არის ეს მარტივი თემა და არ არის ესე განსახილველი თემა, ამას ერთ ვიდეოს ვერ დაუთმობ და ერთ ვიდეოში ვერ შემოიფარგლები, ამიტომ თუ საინტერესო იყო შენთვის გამოიწერე და ლაიქე, Instagram-ზეც წამოდი აუცილებლად და შევეცდები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო განვითარდე. მადლობა ყურადღებისთვის.